იარბაზი, იარაღის ბაზარი. მოკლედ მეგობრებო, მინდა კიდე ერთი მონაწილეს როლის წარმოგიდგინოთ იუთუბერი არს ქვია უიარაღო. ადრე უიარაღო თავად იყო, მე თავადობა ჩამოართვეს. თავადობა გლეხკაცივით. გაგდი უიარაღო. შედით ნახეთ, საინტერესო ვიდეოებს იღებს მაღაზიებში იარაღი რაღის და ასე შემდეგ და ძირითადი მასა ეგ არის, რაღაცების ხვასაც იღებს, მაგრამ ეხლა ამ მომენტში როგორც იუთუბერთან ეგრე არა ვარ, მოვედი როგორც მონაწილესთან და რა თოფია და მოდი ახლა თოფზე ვილაპარაკოთ. თოფი მე რამოდენიმე თვის უკან გადავიღე ამათი პირველი შეჯიბრი ზომბი აპოკალიფსი ქვიოდა ზომბის ნიშნებს ეს. იმან მითხრა აქ იყო, ხო. მოკლედ მაშინ დავინტერესდი რამოდენიმე სროლეთს და ანახენ თოფი ისე დავიჭერ რომ ჩანდეს ეს. შევეკითხე და მითხრეს რომ ეს P35X-ი ქარხნული ამოღებული იმიდან ქარხნიდან, ანუ 5-დან ეგრეთ წოდებული, ამას აქვს 130 წნევიანი, ანუ კამერა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ხო, აი ამას ქვია სლაგი. ელეთი ქვია წელში გამოყვანილი პულკებს რო ეძახდით ადრე რუსული პულკები რო იყო. მოდი ზამოვიღოთ, ნახოთ. ანახოთ. შიგნით რანაირი. ეს არის მჭიდი. 11 წელი. აი ნახეთ როგორც გეკოს ტყვია ისია. როგორც ოზოური ელერის ტყვის თავსა გავს ძალიან. კალიბრი არის 4.5. წინ ნახრეტი რატო აქვს? დუმდუმია, მოხდრის ოზო დაიფო. შეხედეთ? ეს ნადირობისთვის გაიგნება, ხო? კინეტიკურ ძალას აქვს, რომ ეს რა მოხდის. მოკლედ ისვრის შორ დისტანციებზე ეს თოფი ქარხნულად, ანუ აქ ვისაც აქვს ესეთი თოფები, ხო, მაგრამ არის აქ ისეთი თოფები, რომლებმაც მერე გადააკეთეს, ესენი გაუკეთეს, რომ გაეძლიერებიათ ნასროლი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ბენჩრესტი დარდება 50 მეტროზე. 50 მეტრზე რომ ისროლო, ამას კამერა ხო აქვს წნევის. თვითონ ჰაერია ჩაწნეხილი, მაგრამ თითო ტყვიას ხო ისვრის კიდევ წნევით. აი მაგ შემთხვევაში რომ მიაღწიოს მიზანს და შენ აქ მიზანი არა გაქვს, დიდი გაქვს რაღაც 20 თეთრიანის ხელა დაახლოებით. ამიტომ რომ მიზანი რომ კარგად დააზიანო, ამიტომ უნდა ქონდეს ამას წნევა. მითხრეს რომ ეს არტემისი, იგივე ჩინურია, კი ბატონო. მითხრეს რომ ეს არის ქარხნულად და ბევრი გადაკეთებები არ დაჭირდება. ოპტიკა მქონდა ნაყიდი, ეს ოპტიკა ძალიან ძლიერი ოპტიკაა და პირდაპირ აწერია ზეთ ამ ოპტიკას ყუთს აწერია პრეციზიული სროლის, ანუ ზუსტი სროლის. აი ეს რა არის? ეს არის მოდერი. ანუ ტყვიას უკეთებს კორექტირებას. ჩამხშობი არ არის ხმის? ხმის ჩამხშობიც არის შესაბამისად, მაგრამ პნევმატურზე მოდერი თვითონ ქარხნულად უყენია და შესაძლოა. ანუ შენ არ დაგიყენებია? არა, ქარხნულად უყენია. ეს ახალი იყიდე თუ? ეს მეორადი ვიყიდე. ეთყობა აგენულაზე ვიღაცას რა. ეს მე ვქენი, იმიტომ რომ ეს ჩაეჭიდა ერთმანეთს და რომ მომეხსნა, ამიტომ ვიხმარე ორი ბრტყელტუჩა და ცოტა გაიქუცა, მაგრამ არა უშავს, არის შავი საღებავი გაუსვლა. ხო რა, კი ბატონო. ეს ალუმინია საერთოდ გარედან. ულპაპია, ხო, ლულა აქედან. ულპაპია, ლულა იწყება აი აქედან. ჭიდი მაჩვენებდი, რამდენიანია? 11-იანი აქვს ჭიდი. ეხლა სანადირო თუ გინდათ, არა მძიმე თოფია რა, რამდენი კილო? ეგ 4 კილო მაინც იქნება. ოპტიკა აქვს მძიმე. თოფი არაა მძიმე, 2 კილო და 700, 2 კილო და 800. კალაშნიკოვზე მძიმეა. ესაა მძიმე, ოპტიკაა მძიმე. არა, მე რას ვიძახი რომ როცა ზუსტრობას აკეთებ ეხლა ტყეში და ღრეში ხო არ იყო ჩასაფრდე და რაღაცას ესროლდ ეხლა. თუ ნადირობა აკრძალულია პნევმატურით. სამწუხაროდ საქართველოს კანონმდებლობით პნევმატურით ნადირობა არ არის დასაშვები. რატოვით? ჯერ ისედაც ფრინველზე გვაქვს ნადირობა მარტო მწყერზე და იხსე. და იხსო მოარტყა ეწყინება? არა, მაგრამ ვერ მოარტყავ ამითი. არა, აკრძალულია რას ნიშნავს? კაცო, ვერ მოარტყავ, ესე რეგვენი ვარ, თუ ამიცავედი, მაგრამ მიკრძალავე რომ აი ამითი მოკლულზე კანონმდებლობაში ამით ეტავის მოვიდა ეგეთი რა. არ ვიცი, მაგრამ კანონმდებლობით დაჟე 4.5-ზე მეტიც არაა პნევმატური. მსოფლიო გადაირია უკვე 50 კალიბრიან პნევმატური. არა, მე მინახი აქ ერთსა ქონდა გაფორმებული რა. 5 და რაღაცა იყო. არ არსებობს არაფერი. ვიდეო მიდევს. მაგის ვიდეო მიდევს ტყვია ქონდა
გეკოს ტყუიაზე დიდი. მე როგორც ვიცი კანონმდებლობით არაფორმები. ჩემს უყურებს ნახეთ ეგ აი ცად ვიყავით აზერბაიჯანთან საზღვაო ტბა როა რა ქვია ვანო? ჯანდარის ტბაზე მოიტანა კაცმა იარაღი და ძალიან საოცარი იყო არ მინახია. იმის შემდეგ არ მინახია გაფორმებული. გეტყვით როგორ ცეცხლსოლი ეგრე ქონდა. როგორ ფორმდება მაგ შემთხვევაში. იარაღს მოსდევს ორი ლულა, ანუ ეს ლულები იშლება აქ და პოლდგაიგებზე როგორც ვამბობ ჩვენ ჭანჭიგებით და ეცვლება ამას ლულა. თუ მოყვება ქარხნულად ორი ლულა, ანუ 4.5 და 5.5 სანებართოში მიაქვთ 4.5-ით იფორმებენ ამ იარაღს და საბუთში აქვთ რომ ეს იარაღი ამ ნომრით არის გაფორმებული. მე დავინტერესდა იცი რა მითხრა რომ როგორც ცეცხლსოლი ეგრე მაქო გაფორმებულიო. როგორც ხრახნულიან. ოღონდ ყვი არ იდებოდა. იდებოდა აი ესეთი რა, ოღონდ დიდი კალიბრი. ანუ ვაზნა იყო ისა რა და წინა ქონდა დიდი აუზი ისა რა აუზი. ვერ წავიდა ჩვენი კანონმდებლობა რომ 5.5, 6.5 და ასე შემდეგ სხვა კალიბრები გავიფორმოთ. მაგაზე ძალიან ბევრი სასაუბრო თემა გვექნება. ჩვენ კიდევ ერთი კაი გადაცემა მინდა რომ თქვენთან ერთად ჩავწერო და ვიფიქროთ, აბა რა შეიძლება თურქეთში მაგალითად ძალიან ბევრი კალიბრია უკვე გამოხატული. თურქეთში ყველა მამაკაც შეუძლია იარაღის დარება და ქალსაც. დასულს. თავისუფალი ერი უნდა იყოს შეიარაღებული. კი ბატონო. შეუიარაღებელი არის მონების ერი. მოკლედ ეს შევიძინე ამ ზუსტის როლისთვის და მივიღებ მონაწილეობა. ანუ მოდი ესე მითხრე, ახალი რა. ახალი ღირს 1500 ლარი. ნუ რაღაცა თირკმენის გაყიდვა არ დაგჭირდება, ისეთი ფასიც არ არის სასაუბრო. ესეთი ფასი, მაგრამ ნუ ახლა მაინც ჩინურია, ესეთი გერმანული ვერსიები ბევრად ძვირიღი 3, 4, 5, 6, 7000 ლარიც კი. ესენი გამომართვი. არა, ახლა გერმანული, ახლა მომისმენთ, ფასი იმიდან გამომდინარე ხო არა რა ხან ჩინურია. შეიძლება გერმანულით იმუშაოს. ზოგადად არტემისი მე მისროლეს ენა კაი თოფები არის, ცუდი არ შემხვედრია რა. სნოუპაკი ეს თვითონ მზადდება გერმანიისთვის ჩინეთში. ასე ვიცი მე. და არტემისის სახელწოდებით ეს უკვე მზადდება დანარჩენი ქვეყნებისთვისო, არის რაღაც ქვეყნები, დაუშვათ იქ რუსეთი, ჩეხოსლოვაკია, მესამე ქვეყნები და სხვადასხვა სახელი ქვია, მაგრამ საერთოდ დიანაც ქვია. იგივე ერთ-ერთი. ერთ გამომართვი. მოვიმარჯო როგორია ხელზე. ხელინა სასრულად არის ძალიან ისა მძიმეა რაღაცაზე უნდა დადო რა. არა განა ვერ ისვრე ახლა ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ ნუ მაგისთვის არ არის რა. ეს ოპტიკაა კილოზე მეტი. ეს ვისია? ნუ ოპტიკა თუ რაც არის, ნუ ისეთი რაღაცა. თან ახლა ამას გინდა არ გინდა უნდა დაუყენო ის რა ქვია. ოპტიკა უნდა დაუყენო რა. სხვა გზა არ არის. მე მაქვს მეორე ოპტიკა. მომას იყის ოპტიკა უნდა იყო, იაფიანი ოპტიკა არ იყით, იმიტომ რომ ფულს გადაყრი და იმოჩა. გეტყვით სიმართლეს. ამ იარაღს საერთოდ არ აქვს დარტყმა. უკუ დარტყმა, უკუცემა საერთოდ არ. ხო, მაგრამ იაფიანს პატარას გაარყევ და კარგად იყო. ეგ ხო, მაგრამ საერთოდ ეს და PCB იარაღი არც ოპტიკას არ აფუჭებს. არა, რყევის გამო კი არ ვიძახი. აი ესეც ხო რყევა. ხო, გასაგები. ყიდულობენ 50, 60 ლარიან და 100 ლარიან სამიზნეებს. არ გაგიგო. ოდნავ სადმე მიედოს, აი ესე შეანჯრეთ პატარა ბადე გაიწია, მორჩა გათავდა რა. აი ეს ოპტიკა ახლა ფაქტიურად ამ თოფის ფასი ღირს. 1500 ლარი. არა, მაგრამ ნუ 1000 ლარამდე ღირს. რა ფირმა არის? ეს Discovery-ია, ეს ჩინურია, ოღონდ ეს უკვე ძალიან ხარისხიან. არა, ეთყობა კიდევ ეს მოტანა, მიტანა რამე სამიზნეს უკან გასწორებული. სპილენძის ისენი აქვს, რა ქვია. მექანიზმი აქვს სულ სპილენძი. ორო რომელიც არ ჩაიშლება რა. და წყალგამძლე, ცეცხლგამძლე, რა ვიცი, ყველაფერი გამძლე. მოკლედ ეს იყო Snowpack მოდელი P35X. ნახოთ რა შედეგი გექნება პატუცი. ნახოთ, მე არ მგონია რომ დიდი შედეგი მექნება, ქარია და თან ცოტა გამოუცდელობაც არის. ამ ჩემპიონატში როგორი რაღაცა იცით? აი მაგალითად დადონზურა ეხლა ხარის დროს მარჯვნიდან რო არის ქარი, ცოტა მარჯვნი უნდა აუღო. ასე გვასწავლდნენ ჩვენი მასწავლებლები შეიარაღებულ ძალებში. მარცხნიდან როცა უბერავს ქარი, ცოტა მარცხნივ ავიღე, მაგრამ შეხედე გასროლის დროს მოხდა აი აქ. არა და მინდა 10-იანი გავაკეთო, ხო? კიდევ გავწიე.
და კიდევ რო გავწიე და გავაკეთე გასროლა უცბად წამიერად ჩადგა ქარი, ეს ხო არა პროგნოზირებადი ქარია. აი აქ მოხდა მეორე მიშენიაში მოვარტყი 2 ტყვია და გამომივიდა 0. გამოსილების ამბავია რა. ხო იცი გამოსილება იმპოტენციას ავჭარი, დროთა განმავლობაში მოდის. ეხლა შენ პირველად აქ უნდა, მე დროთა განმავლობაში დაგიგროვდება გამოდი და გამიჭავ რა. შეხედე ეს ქარი რა შვება, აქ ესვრი, მიაქვს აქ. მოწევ აქ, უცბად ჩადგა ქარი და აქ უკვე 2 ტყვია მოხდა. აი ესეთი არა, ნიუანსები თუ კაზუსები ხდება. ეგ ყველა სულ შეგრია. დიდი მადლობა, დოქტორ გველაპარაკე. კიდევ ერთხელ. არხი გამოიწერეთ, ღია უიარაღო. უნდა უიარაღო. ჩვენ ამ საინტერესო პროექტზე 2 სიტყვა ვთქვათ. იარბაზმა, ბატონმა ზურამ და შემოქმედებითმა ჯგუფმა დავიწყეთ აი ამ დანის დემონსტრირება. იარბაზი, იარაღის ბაზარი.